უმადურობა არ შეიძლება ისე 1938 წელს რუზველტმა მოიწვია კონფერენცია 32 ქვეყანა მონაწილეობდა უნდა ემიჟელათ რა ექნათ ებრაელი მიგრანტებისათვის ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ თუ ამ კონფერენციაზე არც ერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა და ებრაელებს არ მისცა იმის საშუალება რომ მათთან წამოსულიყო არც ერთმა ქვეყანამ ზოგმა თქვა რომ მე უკვე კვოტა საემიგრანტო ამოწურული მაქვს ზოგმა თქვა რომ მე რომ მივიღო ეხლა ებრაელები იქ შიდა დაპირისპირება ამიტომ მესამე მე ეკონომიკური პრობლემები მაქვს და ასე შემდეგ ეს რომ დაინახა ჰიტლერმა და ნახა რომ არ მსოფლიოს ამ 32 ქვეყანამ არანაირი მხარდაჭერა და არანაირი სურვილი ქონდა ებრაელების მიღების მე მოყვა ის ნობელი ხრუსტალის ბროლის ღამე და ნოემბერი და ხო და აი ეს ებრაელების დარბევა საბჭოთა კავშირმა და წითელმა არმიამ გაანთავისუფლა და პირველი მათ იყო რომ ეს საკონცენტრაციო ბანაკებში ხო წარმოგიდგენია და დღეს კიდე ეს ებრაელები დაუშვათ ზელენსკები და ზელენსკის ნაირები დღეს კიდე ამათ ლანძღავენ ნუ ის რომ შენ ივიწყებ იმ ისტორიას რითაც შენ მოხვედი შენ გადარჩი და შენ დღეს ცოცხალი ხარ და შენ არსებობ იმიტომ რომ იმაშინ გაგიკეთა სიკეთე ამას ივიწყებ შენ ეს უკვე არც ერთ ურთიერთობის არც ერთ იმაში არ ჯდება და ამას ნუ ახლა უმადურობა ქვია შეიძლება სხვა ტერმინიც არის არ ვიცი